ამ წუთებში საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში სოფლის მეურნეობის მინისტრი უწყების ორწლიან ანგარიშს წარადგენს. პირდაპირ ეთერში ვთავთ ოთარ დანელიას. დღეს წარმოგიდგენთ სოფლის მეურნეობის ღია მმართველობის ფორმატში ანგარიშს 2013-2014 წლებში განხორციელებული პროექტების შესახებ. სანამ გადავიდოდეთ დეტალურ სტატისტიკაზე, ციფრებზე და იმაზე თუ რა შედეგი მოგვიტანა კონკრეტულად თითოეულმა პროექტმა, თქვენი ცნებათვით მე ხაზს გავუსმევ იმ გარემოებას, რომ სოფლის მეურნეობა გახლავთ სახელმწიფო პრიორიტეტი და მე ვფიქრობ, რომ სახეზეა შედეგიც. დაახლოებით 900 მილიონ ლარზე მეტი თანხის მობილიზება მოხდა აღნიშნულ დარგში, რომელიც ემსახურება სოფლად სიღარიბის დაძლევას. თითოეული პროექტი, რომელიც განხორციელდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფარგლებში, ემსახურება იმას, რომ მაქსიმალურად სტაბილურად განვითარდეს დარგი, რომელსაც დაახლოებით 23 წლიანი ვარდნა ჰქონდა. ხდებოდა აბსოლუტური დეგრადაცია ყველა იმ მიმართულებებისა, რომელიც სოფლის მეურნეობისთვის ფუნდამენტი იყო და შესაბამისად არ არსებობდა არც მეცნიერული, არც ინფრასტრუქტურული საფუძველი იმისთვის, რომ დარგი განვითარებულიყო. ბოლო 2 წლის მანძილზე მე ვიტყოდი, რომ აღნიშნული დარგი ალბათ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დარგია, ვინაიდან ძალიან დიდი არის შედეგი თითოეული იმ პროექტისა, რომელიც განხორციელდა, მათ შორის მე ხაზს გავუსვევდი პროექტების მათთვის სააგენტოს მიერ განხორციელებულ დაკრედიტებისა და საგრანტო პროექტების ნაწილს. მოგეხსენებათ საგაზაფხულო სამუშაოების ნაწილში 300 მილიონამდე ლარის სარგებელი მიიღეს გლეხებმა, სადაც ხდება მათი მიწების სავარგულების დახსნა იმ ტერიტორიებისა, რომელიც პრაქტიკულად გაყამირებული იყო. ასევე მინდა ხაზი გავუსვა ყველა იმ პროექტს, რომელიც ინოვაციურ სახეს ატარებს, მაგალითისთვის მე მოვიყვანდი სუბსიდირების პროექტს, როგორც ციტრუსის, ისე ვაშლის ნაწილში, ასევე მე მინდა ხაზი გავუსვა აგროდაზღვევის პროექტს, რომელიც ძალიან წარმატებით მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, ეს გახლავთ საპილოტო პროექტი, უკვე დაზღვეულია 18000-ზე მეტი პოლისის ბენეფიციარი და გაცემულია დაზღვეულია დაახლოებით 150 მილიონი ლარის რისკი. ეს გახლავთ უპრეცედენტო ესე ვთქვათ პროექტები, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მიმდინარე წელს იყო ინიცირებული. მე დეტალურად შევეცდები მოგახსენებთ იმის შესახებ, თუ რა ქრონოლოგიით მიმდინარეობდა აღნიშნული რეფორმები. პირველი მოგახსენებთ 2013 წელს მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო ხელშეწყობის ფარგლებში 710,000-მა ბენეფიციარმა ისარგებლა და მიიღო 200 მილიონ ლარამდე სარგებელი. 2014 წელს ანალოგიური პროექტით ისარგებლა უკვე 757,000-მა ბენეფიციარმა. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 651 მილიონ ლარამდე მეტის მობილიზება მოხდა საერთო პორტფელში, რაც რა თქმა უნდა სამინისტროს ხელშეწყობით განხორციელდა. მათ შორის მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ დაფინანსდა ახალი 89 საწარმო, დამატებით დამტკიცებულია კიდევ 16 პროექტი, რომლიდანაც 12 მილიონამდე დოლარის ღირებულების კრედიტი გაიცემა და 10,000-ობით ახალი სამუშაოები შეიძლება შეიქმნას. ამ ეტაპზე ჩვენ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში 5,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი უკვე შექმნილია, თუმცა კიდევ უფრო მასშტაბური საწარმოების გახსნას ველოდებით უახლოეს მომავალში. ასევე მინდა მოგახსენოთ ვაშლის რეალიზების ნაწილში ჩვენი სუბსიდირების მიდგომა, მოგეხსენებათ რუსეთსა და ევროპას შორის განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია კონცენტრატის ფასის მნიშვნელოვანი ვარდნა პოლონეთის ბაზებზე. შესაბამისად დიდი რისკი იყო იმისა, რომ არასტანდარტული სამრეწველო გადამუშავებისთვის ვარგისი ვაშლის გადასაყრელი ყოფილიყო მოსახლეობისთვის და შესაბამისად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შევსულიყავით სუბსიდირებით და 10 თეთრის გადახდის შემთხვევაში გადამამუშავებლებისთვის გაგვეწია 8 თეთრიანი სუბსიდირება, რათა ეს ეკეთეს ბოლომდე მოხმარებოდა აღნიშნული სექტორის განვითარებას. ამან წაახალისა ერთის მხრივ როგორც გლეხი და მისთვის პრაქტიკულად უვარგისი ვაში, რომელიც შეიძლება გადასაყრელი ყოფილიყო შემოსავლის წყაროდ იქცა და ასევე წაახალისა გადამამუშავებელი საწარმოები, რომლებიც საკმაოდ დიდი დატვირთვით მუშაობენ. უკვე გადამამუშავებულია 42,000 ტონაზე მეტი ვაშლი. აგროდაზღვევის შესახებ პირდაპირ ეთერში თქვენ უსმენთ ოთარ დანელიას, სოფლის მეურნეობის